მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილ მარადიული სული ვარ დაუჭრელი ვარ შეუჭმენი ვარ დაურაზ ბაზაროვანი ვარ დაუბოლოკველი ვარ განთავისუფლებული რაბსკია შენიკებისაგან ვარ დაუმონებელი ვარ ინდივიდუალური ვარ თავისუფალი ვეჩნი მარადიული სული ეხლა ახსნათ წიგნების გაკვეთილები. პირველი ნომერი ეს იქნება გაკვეთილების წიგნების ეს რეგრესოლოგები რომ წერენ რაღაცებს და გვასწავლიან რაღაცებს, ამისი ახსნა მინდა. ესე იგი ნომერი პირველი, ანუ გაკვეთილი პირველი. ეს ეხლა ჯერ უნდა ვთქვა ჩემი პირადი აზრი ამ რაზრუშენიებზე რა არის რაზრუშენი, ანუ გრევა ხუხავსი რა არის. ეს ჩემი პირადი აზრია. ანუ როცა არ გვინდა რაღაცა დესტრუქციული პროგრამა, ან დესტრუქციული პატ-პროგრამა, ან რაღაცა ბლოკის მოშორება გვინდა ხო ენერგიებიდან, ან სამაბლოკების მოშორება გვინდა ენერგიებიდან, ან ნეგატიური პროგრამებისა და პატ-პროგრამების შაბლონების მოშორება გვინდა ხო ენერგიებიდან და გვინდა გამოსწორდეთ ხო და ვცდილობთ მოვთოკოთ თავი და ვცდილობთ გამოსწორებას და ანუ უკანონობა აღარ გვინდა, ბესპრეცედენტობა აღარ გვინდა, გვინდა გამოსწორდეთ, გვინდა ასე ვთქვათ გამოვასწოროთ ჩვენი მიშლენიები, ანუ შევცვალოთ მსოფლმხედველობა, ჩვენი პროგრამები, ჩვენი საზნანიები და გვინდა განვითარება და ვისწრაფით სამარაზვიწიებისაკენ ხო და აღარ გვინდა ეს დესტრუქციული ნეგატიური პროგრამები და გვინდა გამოვიდეთ აქ კარმით შესკერილი უზრებისა და დესტრუქციული პროგრამებისაგან ხო და ასე ვთქვათ აღარ გვინდა მივაყენოთ ზიანი სხვას ხო ან აღარ გვინდა მივაყენოთ ზიანი ჩვენ თავს ხო და ვცვლით ასე ვთქვათ შაბლონებს, ანუ ვცვლით ასე ვთქვათ პრივეჩკებს ხო გვინდა მაგალითად ვსვავდით აღარ გვინდა დალევა და ვცდილობთ გავჯანსახდეთ მაგალითად ну რაღაცა იყო ცუდად ავფიქრობდით ადამიანზე აღარ გვინდა ეხლა იმ ადამიანზე ცუდი ფიქრი ან რაღაცა ჩაციკლური ან ჟერტვენიკობის პროგრამები აღარ გვინდა და გვინდა გავთავისუფლდეთ ამ ჟერტვენიკობის პროგრამებისაგან ხო და ანუ ხო ვცვლით ამ პროგრამებს გვინდა შევცვალოთ ეს პროგრამები ანუ ამ დროს მივდივართ რაღაცა რაზრუშენიებამდე ანუ რა არის ეხლა დაუშვათ აი ეხლა მარტივად ახსნი პოლიცია რა არის პოლიცია დევნის დამნაშავეობას ძალადობას დევნის ხო ასე ვთქვათ კრადნიკობას დევნის ხო უკანონობას დევნის ხო ანუ პოლიცია ერთი მხრივ კაია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის მაგრამ მეორე მხრივ არის ამ დამნაშავეებისათვის ასტვენიკებისათვის რაღაცა მხრივ რაზრუშენია საყენებს ხო რაღაცა იმას ხო და რაღაცა დესტრუქციული კონსტრუქციები რომ არის დესტრუქციული ჩიპები იმპლანტები რომ არის ან პარტალები რომ არის რაღაცა ხო და გვინდა ეს პარტალები მოვიშოროთ გალაგრავები მოვიშოროთ მასკარა და რაღაცეები მოვიშოროთ ხო და მივდივართ რაზრუშენიებამდე ანუ წვავთ ვიშორებთ ვიგანაემ აციკაემ რაღაცა დესტრუქციებს ხო დესტრუქციულ ენერგიებს ენერგოინფორმაციულ პაკეტებს აციკაემ და ვცდილობთ რომ ან დავწვათ ან მოვიშოროთ ან გადავატრანსფორმიროთ რაღაცნაირად ეს რაღაცა დესტრუქციული პროგრამები მივდივართ ამ რაზრუშენიებამდე დაუშვათ მაგრამ ეს რაზრუშენიები სამარაზრუშენიებამდე არ უნდა მივიდეს ანუ მაგალითად რაღაც შაბლონები გვინდა შევცვალოთ და ძველ შაბლონებს ძველ პროგრამებს ვიძახით რომ ვცვლით ძველ ასე ვთქვათ დესტრუქციულ პროგრამებს პატ-პროგრამებს მაგალითად მონურო პროგრამებს, მორჩილების პროგრამებს, ძალადობის პროგრამებს, დამცირების პროგრამებს, დაცვინის პროგრამებს, გაკიცხვის პროგრამებს, კრიტიკის პროგრამებს რაღაცა ხო
და запрещаю всех на меня злых оплохавлять, да все злые лихие плохие, а ведь деструкции биран, от меня откручается. ჟიგაი, ვიჟიგაი, აციკაი ხო, ყველა სახის დესტრუქციებსა და ნეგატივებს ხო? დესტრუქციული პრივიჩკებია თუ დესტრუქციული კონსტრუქციებია რაღაცა. სნიმაი, ჟიგაი, ეს არ უნდა მივიდეს, ეს ასე ვთქვათ, უნდა განაცხადოს ადამიანმა ამ ასე ვთქვათ, ვოლაიზმნენების დროს. რომ ეს ყველაფერი ხდება, ანუ ეს პროგრამები იცვლება და ჩემი ისწავლენიები ხდება და ჩემი განთავისუფლებები ხდება და ცეპების, ჩიპების, მიპების, იმპლანტების მოშორება ხდება, ჩემთვის ვაბლაგა, ჩემთვის სასიკეთოდ, без саморазрушениеби, саморазрушительные პროგრამებსაც ატკულჩაიუ. ეს разрушительные, ერთი მხრივ разрушительные, მაგრამ მეორე მხრივ სასარგებლო პროგრამები და ამ დროს სასარგებლო რეაქციები ხდება ამ დროს ისეთი რომ დავუშვათ ასტკივდება ადამიანს ან თავი ან ყური ან ისა ან ესა რაღაცა ანუ ბიოსისტემა შედის უკვე სხვადასხვა რეაქციებში ხო ბიოსაზნანია უკვე იწყებს სხვადასხვანაირ ფიქრს და უკვე ისედაც ესტკიოდა ადამიანს რაღაცა მაგრამ ეხლა რომ იცვლება ადამიანი პროგრამულად და რომ შორდება რაღაცა კონსტრუქციები, დესტრუქციული კონსტრუქციები და ნეგატიური შაბლონები არის მომენტი, რომ კიდე სტკივდება რაღაცა და ანუ ეს განკურნება და ეს развитиები არ უნდა მოხდეს, არ უნდა მივიდეს სამარაზრუშენიებამდე. უნდა თქვას ადამიანმა, რომ ყველაფერი ხდება დესტრუქტივების მოშორება, ნეგატივების მოშორება უნდა მოხდეს ჩემთვის სასიკეთოდ, ჩემი ბიოპოლისათვის სასიკეთოდ. ბეზრე და ჩემთვის, ვაბლაგა ჩემთვის. ეს ბლოკები კიდე არ უნდა მივიდეს ეს ბლოკები სამა ბლოკამდე. მაგალითად, ბლოკების მოშორება გვინდა ვიცრებთ ბლოკებს, ხო? წვავთ, ყრე, ჯიგაი, მაციკაი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სამარაზრუშენიებამდე. ანუ ჩვენს ენერგიებსაც ტკივათ რაღაცა, ეს უნდა მოხდეს легко, культурно, свободно, ну, ჩემთვის სასიკეთო, აცინხროვანიზირованно ვიდე, ჩემთვის სასარგებლოდ. ეს უნდა მოხდეს ბერი პატოკებით, ან ულტრაფიოლეტოვი პატოკებით, ისე რომ ეს ასე ვთქვათ, ეს ბლოკების, ცეპების მოშორება არ მოხდეს, ასე ვთქვათ, საზიანოდ, ჩემთვის არ მოხდეს. ასე ვთქვათ, დაუშვათ გვინდა რომ ვინც გბლოკავს ან ვისაც ჩვენი разрушениеები უნდა ხო ვინც გბლოკავს ან ვისაც უნდა რომ არის ადამიანი ან სუშესტო ან რაღაცა ეგრეგერი რომელსაც არ უნდა ადამიანის განვითარება ხო დაუშვათ რაღაცა არის ისეთი სუშესტო რომელსაც არ უნდა ადამიანის развитиеები და ასე ვთქვათ არის მომენტები რომ უნდა ადამიანის разрушения და დაბლოკვა ხო უნდა უთხრათ ყველას უნდა განაცხადოს ადამიანმა რომ ანუ ჩვენი развитиების მტრები და ჩვენი свободების მტრები რო არიან ხო უნდა განაცხადოს ადამიანმა რომ ასე ვთქვათ მომაშოროს აი ჩემი свобода воля ჩემი ნება რას ქვია რომ მომაშოროს ყველა ბლოკები და разрушительные პროგრამები რომ მომაშოროს ყველა ბლოკები და разрушительные პროგრამები запрещаю всех на меня блокировать разрушениებს, негативობას, деструкციობას, სკანირованиებას, კაპირованиებას. ვერ მომაყენებს ვერავინ ზიანს, ვერ მომაყენებს ვერავინ ზარას. запрещаю всех на меня злых оплохавлять, უნდა მომაშოროს ყველა ბლოკები და разрушительные პროგრამები. ეხლა გვინდა სამაბლოკებიც არსებობს, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, თავის თავს იჩაგრას, თავის თავს აკრიტიკებს, თავის თავს არის ეს რაღაცა სამაბლოკები, ეს სამაბლოკების მოხსნა რომ ხდება, აი ესაც არ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, არ უნდა მივიდეს разрушениებამდე, სამარაზრუშენიებამდე არ უნდა მივიდეს.
დაუშვათ ეხლა გვინდა რომ ავიძალებიან, რაღაცა არის შეստოებია, ხო ასტრალური პარაზიტებია, ხიმერებია და უცხადებთ ამ ასტრალურ პარაზიტებს, ამ ხიმერებს, რომ ზაპრეშავი ვერ მომაყენებთ ზეც, მომშორდით, მომცირდით, შეეშვით ჩემს ბიოვერ ბიოპორს, ხო? და რა ქვია, ბლოკიროევას ვიძახით, ხო, ბლოკიროევას. ეს სხვების ბლოკები კი ეხლა ვითომ იმათ ბლოკიროემ, მაგრამ ბლოკიროიმ როგორ რა მიმართულებით ბლოკიროიმ, ჩემს ბიოვერ ბიოპოლში კი არ ბლოკიროიო, ჩემგან შორს ბლოკიროიმ -x უნდა თქვას ადამიანმა. ეს ჩემი პირადი გამოგონება და ძალიან კარგად დავცადე, ანუ რო ვიძახდი ბლოკიროიო, ჟიგაიო, აციკაიო, გეგონება მე მხვდებოდა ჩემი ბლოკები და მე დავდიოდი მე დადებილებული და რომ დავიწყე ამ მინუს ბლოკიროიო, ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს აზნაკა მინუს ბლოკიროიო, ჩემგან შორს, ჩემი ბიოვერი ბიოპოლში ვერ შემოხვავთ. დაიბლოკებით, დაიწვევით, დაიშლებით, მომშორდით, მომცირდით, ბუდიტე ჟიგაცა, ხო? საზნაკამ მინუს. ანუ ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან მინუს x რატო დავაყოლე, x დავაყოლე, რომ ჩემი მინუსების ბეზრედა. მეც ხომ აქვს მინუსები, ანუ ჩემი მინუსებისა და პლუსებისათვის ბეზრედა. ანუ x-ი ანეიტრალებს რაღაცა ასე ვთქვათ, მაგნიტურ მიმაგნიტება, განმაგნიტება, მიზიდულობა, განზიდულობის რაღაცა ბალანსებს აბალანსირავებს. ანუ 10 სიკაეთ x-ი, ჩემი აზრით x-ი 10 სიკაეთ, x-y 10 სიკაეთ. ასე ვთქვათ, ჩემ ბიოვერ ბიოპოლზე პრიმაგნიტავებას. ანუ ხდება ატმაგნიტავდება, ატმაგნიტივავის აზნაკა -x. будут блокироваться все зрели плохиები, ჩემი ასე ვთქვათ, სტრანიე ხულიგანები будут блокироваться со знаком -x, ჩემ ბიოვერ ბიოპოლიდან შორს. будут ჟიგაცა. ჩემ ბიოვერ ბიოპოლში ვერ შემოვლე, მე ისინი მთლიანად კი არ დავბლოკე. მე დავბლოკე იმათი არსებობა ჩემს ბიოვერ ბიოპოლში. აი ესე უნდა იაზროვნოს ადამიანმა. ეხლა იმათ თავიანთი ევოლუცია აქვთ, უნდათ გამოსწორდებიან, უნდათ არ გამოსწორდებიან, მაგრამ ეს მე ვიძახი ხო, რომ მომაშორეთ, აი ეხლა ბესები მაგალითად ხიმერები ბლოკავენ არ უნდათ ხო, მაგალითად ჩემი განვითარება ხო, მე ვეუბნები ამათ, რომ მომშორდით, მომცირდით, მომაშორეთ თქვენი ბლოკები და თქვენი разрушительные პროგრამები. Запрещаю-вас на меня злолиха плохавлиять. ვერ მომაყენებთ ზიანს. Будете блокировать. ვეუბნები ამათ, ხო, будете блокировать, ჩემგან შორს უნდა უთხრა, ჩემგან შორს, განვედით, ჩემგან შორს, ანუ საზრაკა -x будете блокировать. ჩემ ბიოვერი ბიოპოლიდან შორს. Будете ჟიგაცა, ვიჟიგაცა, всё. ეს ვთქვი, ეს არის ჩემი პირადი ახსნა განმარტება ამ ასე ვთქვათ გაწმენდებზე. ჩემი ბიოვერ ბიოპოლიდან თუ წავლენ, ხო, წავიდნენ ეს ავისულები, ავიძალები, რაღაცა გაფრინდნენ, ხო? მე ის სულ კი არ დავბლოკე, ჩემგან მე შემეხება დაიბლოკება, всё. ანუ ესეთი უსტანოკარი, მე შემეხება სადაც ჩემ ბიოვერ ბიოპოლში არ დაიბლოკება, ვერ ჩარჩება იქ ჩემ ბიოვერ ბიოპოლში. -x ჩემ ბიოვერ ბიოპოლიდან შორს. всё. წავიდეს, всё, გაფრინდეს, მიხედონ ყველამ თავის უროვნებს, ყველამ თავის რაზვიტებს. მოშორდნენ ჩემს სულს, ჩემ ჩაკრებს, ჩემ ჩისტოტებს, ჩემს ბიოვერ ბიოპოლს. ეხლა დავიწყოთ ეს წიგნების განმარტება. ანუ ადამიანი ლიჩნოსია, ადამიანი არის სული, არის მარადეული, სული არის ინდივიდუალური და ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. Что магадехто, место это отсюда видео.
Ви запрещаете переброс на себя чужие кармические ответственности. Ви запрещаете переброс на себя чужие кармические ответственности. Чужие мнениების переброскებსაც запрещаю. მით უმეტეს безпределურ, беззаконიურ мнениების переброскებსაც запрещаю. Ви запрещаете переброс на себя чужие кармические ответственности. Ви запрещаете какой-либо сущности переброс личной ответственности в чужой адрес. На себя чужой кармический ответственности запрещается переброс на себя. И запрещается какой-либо сущность переброс личной ответственности в чужой адрес. Чужой адрес. ყველამ თავის ასე ვთქვათ, мнениებზე, აზრებზე და პროგრამებზე თვითონ უნდა აგოს პასუხი. ყველა თავის ასტვენიკია. კიდე რა მინდა ვთქვა, არის ვოლია, უნდა იყოს ვოლია, არა შენი, არა ჩემი. არის ვოლია ჩემი. რისი ვოლია უნდა განაცხადოს ადამიანმა, რომ არის ვოლია ჩემი. სიკეთისა, სიხარულისა, ჯანმრთელობისა, ბედნიერებისა, მხოლოდ ვაბლაგა ჩემთვის, ვაბლაგა სხვებისთვის. Зло никак не действует, никак не работает, только отключается. Сжигается, выжигается. არის ვოლა შენი, ნება არავის არ უნდა მისცეს ადამიანმა. უნდა თქვას ადამიან, არის ვოლა ჩემი და ჩემი სვეტრის სილების სახელითა და ძალებით. ვაცხადებთ ხო, ჩემი და ჩემი სვეტრის სილების სახელითა და ძალებით. არის ნება ჩემი, რომ დესტრუქტივები ატკლუჩაეც ატმინა, რომ ჩემ მხოლოდ სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჩემი ჭეშმარიტი, ვიშიე, სვეტრიე ცივილიზაციების სახელითა და ძალების. არის ნება ჩვენი, ჩემს ბიოვერ ბიოპორში არის ნება ჩემი, ჩვენი, ჩემი სულის, ჩემი ვიშიას, ჩემი კოპიას ნება და ჩემი ნება რაბუტაი ჩემთვის ასიკეთოთ. დესტრუქტივები და სამანავი ძონია დესტრუქციები ატკლუჩაეცა. Если вы соблюдаете законы мироздания, то любые деструктивные действия против вас неминуемо. Никто и никогда не пойдет против вашей воли. Никто и никогда пройдет против вашей воли и не отдаст приказа действовать против вас. Так как те, кто реально стоят сегодня у руля, прекрасно знают, чем это для них может обернуться. Руля, შენი ვოლა შენთან უნდა დარჩეს და შენ უნდა იყო შენი თავის ხელმძღვანელი. შეგიძლია იქით მარჯვნივ გადაუხვიო, მარცხნივ გადაუხვიო, ყველა უნდა იყოს თავისი ასე ვთქვათ, აზრების, ფიქრების, ემოციების და ცხოვრების არჩევნების შოფერი. Так. და რული ვაეცა ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ და ჩემი რული არის ჩემი რული რასაც ქვია ხო მინდა საჭე რასაც ქვია ჩემი საჭე ხელშეუხებელია. იყო კიდე ის რა ქვია ჩემი გასაღები და ჩემი პულტიც ხელშეუხებელია. გასაღები და პულტიც ხელშეუხებელია. ჩემი მმართველობის პულტი ხელშეუხებელია და კიდე არის ის რა ქვია მაუსიც ხელშეუხებელია, ჩემი მაუსიც ხელშეუხებელია, ჩემი გასაღები პულტი რული რაღაც მმართველობის რაღაც ანტიფაქტები, რაც ჩემთვის ჩემია ხელშეუხებელია. всё. ჩემი მაუსიც ხელშეუხებელია. ბუდუ ჯიგაცა ყველა სახის ჩემი მაუსის მტრები, ჩემი მაუსის ავად გამომყენებლები, მაუსით შეიძლება დესტრუქციული კონსტრუქციები
ასე ვთქვათ, გააკეთონ და რაღაცა ნეგატიურად რაღაცა იმას ქნან ხო, ანუ რაღაცა, ანუ ჩემი მაუსიც ხელშეუხებელია, ჩემი კომპიუტერიც ხელშეუხებელია და ჩემი კომპიუტერი და ჩემი ინტერნეტი და ჩემი ასე ვთქვათ, რაც მე მეკუთვნის ჩემ временние მომენტებში არის ხელშეუხებელი, всё. და ჩემი თავის შოფერი და უფროსი და რა ქვია დამცველი და უправляющий ვარ მე. Запрещаю всех на меня контролировать და негативობას запрещаю всех. მით უმეტეს деструкციულ контролებს запрещаю всем нижникებას და всем ხიმერებს. Будут моментально сжигаться. Отключаться от меня. Оно, если вы соблюдаете законы мироздания, то любые деструктивные действия против вас неминуемо влекут за собой жестокую форму личной ответственности, а это вряд ли кому-то нужно и вряд ли того-то устроит. Никто и никогда не пойдет против вашей воли и не отдаст приказа действовать против вас. ანუ ადამიანს უნდა სჯეროდეს ყოველთვის ის, რომ ჩემი ვოლა ჯერ я ვიბირავ სიკეთეს ხარ ბედნიერება ჩემთვის ვაბლაგა პირველ რიგში ჩემი სულისათვის ვაბლაგა и против ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვერ წავა ვერავინ და ვერ მომაყენებენ ზიანს. ეს წერია აქვს. Никто и никогда не пройдет против вашей воли и не отдаст приказа действовать против вас, так как те, кто реально стоят сегодня у руля, прекрасно знают, чем это для них может обернуться. ანუ იციან, რომ ბუმერანგები მიუტრიალდებათ უკანო რა, ესეთი რაღაც აზრი გამოვიტანე, მაგრამ ჩემი რული და ჩემი მართველი ვარ მე პირველ რიგში, ჩემი ვიშია, ჩემი სული დუშდუშა და ჩემი რულის მართვას უკრძალავ ყველას. Всё. Если ваши действия разумны и в адрес власти вы сами не нарушаете законов и принципов мироздания, то бояться вам ничего и никогда себе дороже видеть для тех, кто попытается каким-либо образом воздействовать на вас вопреки вашего воли. Наша физическая реальность вторична по отношению к коллективному сознанию людей, например, проживающих на определенной территории или проживающих на Земле в целом. Потому новая цивилизация разумных людей может зародиться как в рамках всей земной цивилизации. ხო, ანუ დროებით ვართ ამ გაუგებერ სიტუაციაში, ამ დედამიწაზე და ცოტა გავლენას ახდენს чужие мнениеები, მაგრამ ძალიან ვერ გვეხებიან და ვერ შეგვეხებიან.
Абсолют это совокупная энергия и информация всех цивилизаций, входящих в нашу модель мироздания. Абсолют это совокупная энергия, информация всех цивилизаций, входящих в нашу модель мироздания. ანუ აბსოლუტი არის ბაჟესტვინი ენერგია, ბაჟესტვინი საზნანია, ბაჟესტვინი ასე ვთქვათ ქრონიკა აკაშას ეძახის ზოგი ეძახის, ბაჟესტვინი ენერგოინფორმაციული პაკეტები ამა თუ იმ სუშესტვოებზე და საერთოდ დედამიწა გაია ჩვენ ვართ ყველა ვაბსოლუტში, ანუ აბსოლუტი, რომელსაც არ აქვს არც დასაწყისი, არც ასე ვთქვათ ბოლო, არც დრო არ აქვს და რომელშიც ასე ვთქვათ ყველაფერი მირები, პარალელი მირები და რაღაცა კოსმომირები და რაღაცა ასე ვთქვათ ანტიმირები რა ქვია, ასე თუ ისე ფუნქციონირებენ მომენტებში კი არა, მომენტე ერთდროულად რაღაცა ხდება, ანუ მე მაქვს ჩაკრები, მაგრამ მე მყავს ვიშია, მე მყავს ასე ვთქვათ სოლი, დუშტუშა, მე მყავს მანდალები, მაქვს ჩემს სულს აქვს მანდალი, ბიოსისტემა, ბიოსტრუქტურა, გული ხო მოძრაობს კუჭთან ერთად, კუჭი მოძრაობს გულთან ერთად, თავი მოძრაობს თვალებთან ერთად, ხო, ანუ ეს ყველაფერი ეს რაღაცა არის აბსოლუტი. აი აბსოლუტი. რომელსაც ეს ბიოსისტემა შევადარეთ, თორე ბიოსისტემა არის დროებითი სისტემა, რომელიც დაბერდება და ასე ვთქვათ გარდაიცვლება, მაგრამ აბსოლუტი არის, რომელსაც არ აქვს დრო, არ აქვს საწყისი, არ აქვს ბოლო. და აბსოლუტი არის საზნანია, ბაჟესტვინი საზნანია. ადამიანმა უნდა გამოიძიოს გძე ივჩომ ვიპროявили свой неправоту და უნდა თქვას, რომ ხო აი ამ რაღაცაში ვიყავი არასწორი, всё. არაუშავო მიმიტებებია ჩემი თავისათვის. გძე ივჩომ проявили ваши деструктивные эмоции. ანუ ემოციას არ უნდა აყვეს ადამიანი და უნდა ასე თქვას ეს ემოციას რო გამოიცნობს უცბად ხო უნდა მიხვდეს აი რა მაბრაზებს, რა მაღიზიანებს, რა მაწუხებს ხო ეს უნდა გამოასწოროს როგორღაც ის ფიქრები, ის ემოციები, ის რაღაცები უნდა გამოასწოროს როგორ ხასიათით უნდა ზოგს სო ქარაფშუტა ხასიათი აქ ხახახა ხუხუ ზოგის ხუმრობის ხასიათია, ზოგის ესეთი პრიკაზები, ეს სერიოზული ხასიათია და ხასიათიც უნდა დაარბილოს ადამიანმა და დააბალანსირებოს და გარმონიზაციულოს ხასიათი. იმიტომ რომ არც რა ქვია ბევრი ხახახა ხუხუხუა კაი, არც ბევრი ქარაფშუტობა კაი და არც კიდე ბევრი პრიკაზები და აკრძალვები არ არის კაი სულიერი განვითარებისათვის. უნდა იყოს ბალანსიროვებული ხასიათებით ადამიანი. Где использовали свои знания или общественное положение корыстных целях. ანუ ეს დავუშვათ შენს განათლებას როგორ იყენებდი, ვის რას უმტკიცებდი და ასე შემდეგ, ანუ უნდა შეეცადოს და ყველა განათლება ძალიან კაია და უნდა შეეცადოს ადამიანმა რომ ეს განათლება გამოიყენოს ჯერ თავის ჩემთვის სასიკეთოდ გამოიყენო და მერე სხვებისთვის სასიკეთოდ. და არა საჭირო რაღაცას დაუმტკიცოს ადამიანმა, საჭირო არ არის. Где и как использовали чужой труд в собственных интересах.
ანუ უნდა აღიაროს ადამიანმა, რომ ხანდახან ვართ ვიგოდნიკები და სხვებზე ასე ვთქვათ რაღაცა ну, სუნსულები ვართ, ხო და არ შეიძლება სხვა ადამიანზე, ეხლა ადამიანი რო გახდება სრულწლოვანი, უკვე უნდა დაიწყოს თავის თავთან მუშაობა, უნდა მოძებნოს კაი სამსახური, კაი რაღაცა თავისი ანუ არ უნდა იყოს ვიგოდნიკი და არ უნდა გამოიყენოს სხვა ადამიანი არანაირად და არ უნდა დაამციროს და არ უნდა ну, სხვადასხვანაირი გამოყენება ხდება ადამიანის და ყველაზე ცუდია ეს მომენტი. Чем так и почему поддержали существующую систему общественных отношений, где и чем нарушили законы и принципы мироздания по отношению к кому проявили без толковые сожаления. ხო ეს სოჟალენიები და სულ წოწონი და სულ ტირილი და სულ უი და სულ ვაი და სულ ისა ეს ამას უნდა მოერიდოს ადამიანი დაავამპირდება და დაავადდება. Кому навязали те или иные бесдеструктивные программы и общественные стереотипы. ხო, ну, უნდა მოერიდოს ადამიანი ეს დესტრუქციული პროგრამების რაღაცეებს რა. ან დესტრუქციული ლაპარაკი, ან კამათები, ან ჩხუბი, ან წუწუნი, ან სხვების კრიტიკები, ან ну, ბევრნაირი დესტრუქციული პროგრამები არიან, ძალადობა, ან მუქარები. Так, в чем вы сами следовали в этот день общественным стереотипам и программам? Разберитесь, так, в чем вы сами следовали в этот день общественным стереотипам и программам. ანუ разберитесь, გამოიცანიო მაგალითად общественные стереотипებიდან და პროგრამებიდანო რა შეითვისეო რა, ანუ რისკენ რა შაბლონები აიღე იქიდანო, რა შაბლონები აიღე იქიდანო, მაგალითად პოზიტიური შაბლონები აიღე იქიდან თუ დესტრუქციული შაბლონები აიღე общественные стереოტიპებიდან და პროგრამებიდანო რა, ანუ საერთო საგანმანათლებლო სისტემებიდან რა შაბლონები ვისკენ წავიდა ადამიანი უნდა მიხვდეს. Подумайте, почему и каким образом вы перенесли сегодня свою личную ответственность в чужой адрес. Почему, каким, სხვა არ გადააბრალე რაღაცა უნდა გამოიცნო და უნდა დააბალანსირავნო ეს, რომ ასე ვთქვათ, რომ მოხდეს შენი განვითარება. 8 лице, что в ваших мыслях и поступках способствовало переносу на вас чужой ответственности. ან ვინმემ რამე ხო არ გადმოგაბრალა, ან ვინმემ რამე ხო რაღაცა და მერე ეს მომენტები რომ ასე ვთქვათ გამოიცანი, მერე განაცხადებს ადამიანი, რომ ჟიგა ატკრუჩაიცავს ე ნეგატივები, всё, ატმინე პადალში, я ვიბირავი ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება ჩემთვის ვაბლაგა. ეხლა ზგლაზი და სამაზგლაზი რა არის ყველამ ვიცით. Это своеобразное неосознанный странный удар в чей-то адрес. Зглази არის своеобразный неосознанный странный удар в чей-то адрес. ადამიანმა თავისი ბიოპონი უნდა გაამაგროს ზალატოვი ტრაფიარეტოვი პატოკებით, მეკრაბებით, რომ ასე ვთქვათ ავი სუშესტვოებმა ვერ შეძლონ ადამიანის
ზგლაზაობა, სკანიროვანიობა, კაპიროვანიობა, ან კიდე მტრები ყავს მაგალითად და არ უყვართ ეს ადამიანი მოძალადეებს, ეხლა ვინ უყვართ, თავიანთი თავის გარდა არავინ არ უყვართ. და ეს მოძალადეები მაგალითად სულს ფიქრობენ ამ ადამიანზე, ხო? ეს არის ზგლაზი. ანუ ადამიანზე რო ფიქრობ, ხო წარმოიდგენ იმის ფანტომს, იმის სახეს, ხო წარმოიდგენ? თუ კაის ფიქრობ ადამიანზე, კაი აურა, თუ ცუდს ფიქრობ ადამიანზე, ცუდი აურა. ეს აურა სად მიდის? ეს აურა მიდის იმ ადამიანის მიმართულებით. ამას ესახიან ზგლას. ზოგი გამოვლენს ძალიან ცუდი თვალები აქვს. სულ ესე გაბოროტებული თვალებით დადიან, გეგონება თვალებში რაღაცა ისენი უდგათ, ის გაჟაწელები. ეგაც შეიძლება არის ყენდება არის რა ქვია ხიმერები აყენებენ რაღაცა დისტრუქციებს ის გაჟაწელებს და აიყენებენ ბოტებს ასე ვთქვათ რომ ასე ვთქვათ დისტრუქციული ინფოპაკეტები გაავრცელონ, დააზომბირონ, დაავალდონ ადამიანები. პორჩარა არის, ჯადორა არის, ჯადუ არის, დისტრუქციული ლოცვები და დისტრუქციული პაჟელანიები, დისტრუქციული ინფოპაკეტები. რომელზეც ასე ვთქვათ მტერია ხო, მტერი და არ უყვარს მაგალითად ადამიანი და იმ ადამიანზე ნეტა ესე მოვიდეს და ისე მოვიდეს და ისე მოვიდეს და ესე მოვიდეს. ეს არის პორჩა, ანუ ჯადო. Сглаз порчай любое деструктивное воздействие на человека извне возможно лишь в том случае, если у человека имеется пробой в его энергетическом каркасе. Энергетический пробой возможно только изнутри, как результат ошибок, сделанных самим человеком. Энергетический пробой возможно только изнутри, как результат ошибок, сделанных самим человеком. ანუ ადამიანი თავის ბიოპოლს თუ არ იცავს, არასრულ თავის ბერიას არათ ეუტრაფიარებით პათოგებით, ზგლაზი პორჩა და დისტრუქციული ნეგატიური ისენი ინფოპაკეტები ადვილად მოერევიან. ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას, რომ ზგლაზები ან самозглазები ან порчები ან ნეგატიური ინფოპაკეტები никак не действуют, никак не работает, только отключается, сжигается, выжигается. Отлетаются от меня подальше. В материализацию идут только той созидательные мысли формы. Материализацию идут только мой созидательные мысли формы. ანუ მატერიალიზაციაში მიდის მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო, სასიხარულო დაუზიანებელი ჩემთვის მისრი ფორმები და ინფოპაკეტები. Материализацию идут только мои ჩემი созидательные мысли формы. Материализацию идут только мои созидательные мысли формы. Все мои деструктивные мысли формы автоматически аннигилируются. Все мои деструктивные мысли формы автоматически аннигилируются. ანუ მაგალითად არის ადამიანი, რომ ესე არ უნდა მეფიქრა, ესე არ უნდა მეფიქრა, ესე არ უნდა მეფიქრა, ესე არ უნდა მეფიქრა და ესე არ უნდა გამეკეთებინა, ესე არ უნდა გამეკეთებინა, ამაზე ფიქრობს, იმაზე ფიქრობს, ვაი ესე, ვაი უშე და ეხარჯავს ამ ენერგიებს ტყუილა უბრალოდ, ხო? ანუ ჩაიციკლა რაღაცებზე, ხო? უნდა თქვას ადამიანმა, რომ ეფიქრება ადამიანს და რა ქრას, ესეა ჩვენი ტვინი მოწყობილი, რომ რაღაცები გვეფიქრება.
რომ მატერიალიზაციu idut только мои საზიდაწენიე მისრი ფორმით. ჩემთვის ვაბლაგა, ყველასთვის ვაბლაგა, ჩემთვის ასიკეთოთ მხოლოდ კეთილი მისრი ფორმები, პოზიტიური მისრი ფორმები, ასე ვთქვათ, ისცენინები, ჯანმრთელობები, წინსვლები, ბედნიერებები, ჯანსაღობები, ასე ვთქვათ, работает, да, все деструктивები, все негативები, все ჟეთვა, ჟდვენიკობის პროგრამები, ვაი, უი, უპულობა, უბედურება, რაღაცა ის ავადობაზე რაღაცა ფიქრები, анелегируется, сжигается, выжигается, обнуляется. Я готов нести мою личную ответственность только за мои собственные ошибки на необходимой и достаточном уровне в мягкой, доступной и понятной для меня форме, в удобном для меня месте, удобном для меня время, в удобной для меня ситуации. Я готов нести мою личную ответственность только за мои собственные ошибки. Я запрещаю переброс на меня чужой ответственности, в том числе по линии моего рода. Я запрещаю переброс на меня чужой ответственности, в том числе по линии моего рода. И все родовые деструкции негативы, сила моего намерения, სილავეში ესვეტრი ესრების სახელით ძალებით აბნოეცა, ჟიგაეცა, ვიჟიგაეცა. Царшусит сагла, даже на дистанционно. Я готов нести мою личную ответственность только за мои собственные ошибки на необходимом и достаточном уровне, в мягкой, доступной и понятной для меня форме. В удобном для меня месте, в удобное для меня время и в удобной для меня ситуации. Я запрещаю переброс на меня чужой ответственности, в том числе по линии моего рода. И в том числе потомкებისაგანაც запрещаю переброс на меня чужой ответственности. В том числе по линии моего рода или потомкები, поколениები. Запрещаю переброс на меня чужой ответственность. და სევდისტრუქციები და ნეგატივები აბნოეცა, ჟიგაეცა, ვიჟიგაეცა, откручается. Я не даю моего согласия нести мою личную ответственность в жесткой форме и в виде травмирующих ситуаций. Я не даю моего согласия мою личную ответственность в жесткой форме и в виде травмических ситуаций. Я не даю моего согласия нести мою личную ответственность. ანუ ჩემი პირადი ответственность რა არის? პასუხისმგებლობა, ხო? კი პასუხს ვაგებ ჩემს აქციელებზე, მაგრამ запрещаю, ასე ვთქვათ, პერეკლადაობას, პადმინაობას და დაზიანებას, სამარაზრუშენებს, სამაბლოკებს, ზარალებს, ზიანებს, სამაზიანებს, ანუ ვითომ სასჯელებს და სამასასჯელებს და რაღაცა ჩაკეტილობების ფორმით და жесткой форме, რასაც ქვია жесткой форме и виде травмирующих ситуаций, цемებით, ტყეპებით და რაღაცებით запрещаю, ვაგებ პასუხს, მაგრამ запрещаю жесткой форме на меня это негативობასა და деструктивობას. Или в виде травмирующих ситуаций, ანუ травмирующих ситуаций, საზიანო სიტუაციებს ვკრძალავ, ჩემთვის საზიანო სიტუაციებს ვკრძალავ. При этом надо понимать, что
что является жесткой формой ответственности для одного может быть мягкой формой ответственности для другого и наоборот. При этом надо напомнить то, что является жесткой формой ответственности для одного может быть мягкой формой ответственности для другого и наоборот. ანუ ეხლა მოძალადეებსა და სადისტებს ვერ დააწყობს ადამიანი და ზაპრეშავენ ამინას რო რიხაპლოხავლიათ მოძალადეები, სადისტები, დამზარალებლები, მანიაკები, ვამპირები, ხიმერები, ბესპრიდელები, ტრები, ჩემი სულის დავი ჯაბტელობის ტრები. ვიჟიგაიცა ატკლუჩაეცა ატმინე პადალშე всё მიხედონ თავიანთ კარმებს და თავიანთ თავებზე აგონ პასუხი. თავიანთ ოსტვენიკობას მიხედონ. Порча это осознание, астральный удар. Порча это осознание, астральный удар в адрес человека. Здесь действие происходит сознательно. ხო, ну ეხლა ჯადო და რაღაცა ეს არის ადამიანზე რომ ფიქრობს, ой, ესე დაიმართოს და ისე მოვიდეს და ავარიაში მოყვეს და ცოლი გაექცეს და ასე შემდეგ. ან ქმარი გაექცეს. ამიტომ ცუდი არ უნდა ვიფიქროთ არავისზე. შეიძლება ადამიანმა იჩხუბოს, გალანძღო, ისა, მაგრამ სისტემატურად ჩხუბი ლანძღვაც არ ვარგა და ამითაც ზიანდება ბიოვერი და ბიოპოლი და აურები და არ შეიძლება ადამიანზე გადაკიდება. всё, არ შეიძლება ადამიანს ვერ უგებს, всё, გაეცალე, მოშორდი. ადამიანის გადაკიდება, დამცირება, ძალადობა, მასხლა დაგდება ყველაზე დიდი ცოდვა სტოკრატნა პასუხს აგებს ადამიანი თავის სიბოროტეებზე, სტოკრატნა აბრატნა მტრებს. საძნაკა -X ჩემ ბიოველი ბიოპოლიდან შორს. Беды არის судьба своим мировоззрением сам формирует свою судьбу человека. Ну, ეხლა судьба და ბედი არ არსებობს. ეხლა თუ ადამიანს ხელი გაუმართეს, წავაწინ, თუ ხელი ვერ გაუმართეს, ვერ წავაწინ, თუ ადამიანი მეცადინეობა უყვარს წავაწინ, თუ მეცადინეობა არ უყვარს ვერ წავაწინ, თუ შრომა უყვარს წავაწინ. ნუ პრინციპში судьба არის სამ ადამიანი თვითონ ირჩევს რაღაცას, ხო? აი სამსახურს თვითონ ირჩევს, მაგალითად ექიმი გამოვიდე თუ მათემატიკოსი, ხო? პოლიციელი გამოვიდე თუ დაუშვათ ვაჭარი, ხო? ადამიანი თავის судьбას თვითონ ირჩევს. მაგრამ მეორე მხრივ თუ ადამიანს ხელი არ გაუმართეს, არც სწავლაში, არც იმაში, არც ვარჯიშობაში, არც მუსიკის ნიჭი ქონდა, იქაც მუსიკასაც არ ატარეს დაუშვათ ან რაღაცა, ну ეს ადამიანი ვერ წავა წინ და დარჩება რაღაცა გარსონი ან ტაქსის შოფრად დაიწყებს მუშაობას და ასე შემდეგ. ბევრი ანიჭიერი ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს, ან ხელი არ გაუმართეს და ან არ ქონდა საშუალება და ასე ვთქვათ, судьба არ არსებობს. ანუ დროებითად ეხლა ჩამოვედით დედამიწაზე და გავდივართ ვაპლაშენებს და დროებითად რაღაც სახელმწიფო კანონები, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სოციალური კანონები, ბიზნეს კანონები და რაღაცა კანონები, ასე ვთქვათ, გვიშლის ხელს, ან ოჯახური კანონები გვიშლის ხელს. ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას ისე, რომ ისე უნდა თქვას, როცა უკვე ადამიანს თავის გამოსწორება უნდა სულიერ ცხოვრებას, მატერიალური ცხოვრება ხელს არ უშლის. ну მივიდა ადამიანი იმ ზომამდე რომ თავის გამოსწორება უნდა ხო უკვე თავის ხელში აიყვანა და უნდა თავის გამოსწორება და თავის თოკავს თავის ემოციებს თოკავს თავის ასე ვთქვათ საზნანიას მიხვდა უკვე რაშიც ხდება საქმე ამ მატრისმას კაროდულ ცხოვრებაში უნდა განაცხადოს რომ ჩემი
ბედი ხელშეუხებელია, ჩემი ბედის წიგნი ხელშეუხებელია. ჟიგავი ყველა სახის დისტრუქციებს ნეგატივებს ჩემი ბედის წიგნიდან. დისტრუქციები ნეგატივები რა არის? დისტრუქციები ნეგატივები არის ძალადობა, ავადობა, მაიმუნობა, კრატნიკობა, ვიგოდნიკაობა და ასე შემდეგ. ვიბირაიუ სიკეთეს სიხარულს, ბედნიერებას. ანუ უნდა განაცხადოს ადამიანმა, რომ ჩემი ბედის წიგნი ხელშეუხებელია. ყველა სახის დისტრუქციებს ჟიგავი, ვიჟიგავი შლივ წვავ ჩემი ბედის წიგნიდან. პერეს სცენარარი ვაი, პერეკარვერტირებაი, ყველაფერს. პერვიუჩერი ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემი ევოლუციებისათვის ვაბლაგა, ჩემი საძნანიე პაცაძნანიებისათვის ვაბლაგა და ზაპრეშაევსეხ ნამინია, ასე ვთქვათ, პადმენაობასა და პერებროსკაობასა თუ რაღაცებს პერეკლადაობას ზაპრეშაევს ეხ ნამინია ზროლ იხა პლოხა ვლიანებ ზაპრეშაევს ეხ და ჩემი ბედის წიგნი ხელშეუხებელია. ჩემი ნება ხელშეუხებელია, ჩემი საძნანია პაცაძნანია ხელშეუხებენია. მაია ვოლია, დუშა, სული, საძნანია პაცაძნანია ხელშეუხებელია და ყველაფერი პერეს სცენარარივდება, პერეკარვერტირავდება, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემთვის სასიკეთოდ. ვიბირავი მხოლოდ პოზიტივს, ბალანსიროებას, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას ვაბოდებს. ბეს დაგაურები, მოგორი, ბეს ჭიპები, იმპლანტები. და ყველას აქვს არჩევნის უფლება. ეს ვარიანტი ავირჩიო თუ ის ვარიანტი ავირჩიო, მაგალითად შევჭამო თუ დავიძინო, ვივარჯიშო თუ გავისერნო, ვიმუშაო თუ რა ქვია, ვიჭორაო, სამსახურში წავიდე თუ დაუშვათ სამსახურში რა გავაკეთო, იმას როგორ მოვექცე, ამას როგორ მოვექცე, მეზობელს დაველაპარაკო თუ არ დაველაპარაკო თუ რატონი დაველაპარაკო, ხო? მაგალითად ვილოცო თუ არ ვილოცო, წავიკითხო წიგნი თუ არ წავიკითხო წიგნი, ყველას აქვს არჩევნის უფლება და mnogavariantni არჩევის უფლება გვაქვს ყველას. აი მაგალითად იმას ესე რომ დაველაპარაკე, ესე მოხდა, ხო? ნეტა ესე რომ დამელაპარაკე, ესე მოხდებოდა, ნეტა ისე სულ არ დაველაპარაკები ან კიდე, ხო? დაუშვათ სამსახურში რო ადამიანი და რაღაც საქმეს რო აკეთებს, ხო? უნდა დაიცვას ბალანსირება, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი. ხანახან ისე გაგვაგიჟებენ, რომ ჩხუბი გვინდა, მაგრამ ყოველთვის სასიკეთოა, თუ გძნობ ადამიანი, რომ ნეგატიური ენერგიის მატარებელი მოერიდეს საერთოდ, всё, არ დაელაპარაკო, всё, привет, პაკა დასვიდანე, ზოგი დადგება და იბრიცება, იყურება, ნეტა რას მიყურებენ, მზომავე, მწომავე თუ ვერ გავიგე. გაიარე წადი რა შემეშვი თავი დამანebe, მიყურებენ, სკანიროვანიას აკეთებენ, გეგონება ეხლა იმათი ბესები. თავიანთი ბესებიანად გასრიალდნენ ჩემგან შორს ყველა სახის ნეგატივებმა. ესე რომ ის აქვს, რა ქვია, ვარიანტების არჩევის უფლება აქვს ადამიანს. თუ ეხლა ადამიანი არ დაადებილეს, არ დაავადეს, არ დააჩმორეს, არ გამოაშტერეს, არ გამოალენჩეს, ყველა ვარიანტში ადამიანი მიხვდება რაღაცას და ასე ვთქვათ, დაიწყებს ევოლუციას. ციხეშიც რო იყოს კიდე ადამიანი, მიხვდება რაღაცას და დაიწყებს ცოტა ევოლუციას და თუ სულ თავში ურტყეს ადამიანს და თუ სულ დაადებილეს, ან წაბლებით გამოალენჩეს, ან გააგიჟეს, მაშინ ეს უკვე დიდი ცოდვაა და პასუხს აგებენ ის ასტვენიკები, ვინც ამ ადამიანზე, ასე ვთქვათ, ცუდად იმოქმედეს და მიაყენეს ზიანი და ზარალი. კოსმოს ზაკონების სახელითა და ძალებით, კოსმო ფედერაცია სვეტას სახელითა და ძალებით და კოსმოს სასამართლოების სახელითა და ძალებით. ეხლა მერე პატიება პერვი მძელო ვიპროსიწე პრაშენია უსეხ სუშნოსწევ причастных к проблему событию вашей жизни и сами от души прощаем всех за все.
დალევი переосмысливайте и корректируйте проблемную ситуацию, после чего перезаписывайте на ваших информационных волях в связи с рассматриваемым событием деструктивную информацию на созидательную. Деструктивную информацию сцераем да выбираем созидательную информацию. С тем самым вы меняете свой линии жизни в связи с этим событием. Соответственно, вы меняете ваше поле событий, что позитивно сказывается на вашем настоящем и будущем. ანუ პერესცენარდება, პერეკანვერტირდება ყველაფერი ჩემთვის ასიკეთოთ. ნუ без მანიაკები, без ხიმერები და без ბესები, რომ ვითომ ესი არ იყო და იყო ჩემთვის ასიკეთო, ვითომ ის იქ არ იყო, ვითომ მე იქ არ ვიყავი, ვითომ ამცდა ეს რაღაცა დისტრუქტივები და ნეგატივები და ზიანები და ზარალები, ვითომ ვერ არ მოვყევი ავარიაში და პერესცენარავდება, ვითომ არ გამქურდეს, ვითომ არ დამაყაჩაღეს, ვითომ არ მეძალავნენ და ასე შემდეგ და რა ვიცი ხა ნეგატივები და დისტრუქციები და ის ადამიანებს უკრძალავთ ჩემს ზეწოლას, მე იქიდან ვიღებ ჩემს სიკეთეს სიხარულის ჯანმრთელობას, ჩემს რესურსებს, ისინი თავიანთ სიბოროტეებიანად -6 გადადეპორტდებიან ჩემი ბიოვერი ბიოპოლებიდან შორს, მათთან კანალები 10 კაეცა და მე ვიბირავ ჩემთვის მხოლოდ სიკეთეს სიხარულის ჯანმრთელობას, ბედნიერებას, без მანიაკები, без დისტრუქტორები და без ავადობები და без ხიმერები და без манипуляторები. Меняется да იცვლება რაღაცა временные линиები ჩემთვის სასიკეთოდ. Меняется наше прошлое, меняется наше настоящее будущее. Да меняется наша судьба. ანუ მე რომ ასე ვთქვათ განვაცხადებ, რომ ვიბირავ სიკეთეს სიხარულს და ყველა სახის ნეგატორებო, დისტრუქტორებო, მტრებო მომშორდით, меняется ჩემი ასე ვთქვათ судьба, ანუ ბედის წიგნი ჩემთვის სასიკეთოდ, პერესცენარავდება ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ. ანუ კორექტირუйте პრობლემную სიტუაცию. ნუ თუ ახსოვს ადამიანს რა პრობლემная სიტუაცია ქონდა, ხო ახსოვს. ეხლა თუ დაადებილებს, დაათვრეს და გამოალენჩეს არ ახსოვს, ხო, მაგრამ მაინც უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ განაცხადოს, რომ ყველა სახის დისტრუქციული პრობლემური სიტუაციები წარსულშიც ახლა ჯიგაიცა ვიჯიგაიცა აბნუნაიცა უქმდება, ბათილდება ჩემი ჟიზნინიე წიგნებიდან. ჩემი ჟიზნინიე წიგნები პერესცენარავდება, სვეტრობო სიხარულის სიყვარული ჩემთვის ბლაგა და ასე ვთქვათ, меняется ჩემი будущее, ჯანმრთელობა, სიხარულის სვაბოდები, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემი ფიზიკისათვის ვაბლაგა, ჩემი კოპიისათვის ვაბლაგა, ჩემი ვიშიასათვის ვაბლაგა და запрещаю все ხიმერებს, მანიაკებს, ვამპირებს, მტრებს, ასე ვთქვათ, მოძალადებს. На меня зло лиха плохо влияние запрещаю და без მტრები პერესცენარავდება, ყველაფერი სვეტრობო სიხარულის ჯანმრთელობა ჩემი სულისათვის ვაბლაგავსე, მტრები будут ჯიგაცა меня подальше და -6 მაგნიტავდებიან ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს. На ტრანსფორმაცი პერევიჩნოი ენერგიებისათვის და ვუსურვებ ყველას გამოსწორებას, მიხედონ თავიანთ ცოდვებს, ყველა თავიანთ კარმებს. თავიანთი ტურტყლებიანად და სიბოროტეებიანად გასრიალდნენ ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს. და ვუსურვებ ყველას გამოსწორებას, ანუ აქ წერია ეხლა, რომ ვუსურებ ყველასო пожелать разум и осознание. ანუ რომ მიხვდეს იმას, რომ შესწოდაო пожелать ему разум и осознание, რომ მიხვდესო იმას, რომ разум и осознание, რომ ასე ვთქვათ,
შესწოდაო, რომ კარმა ჩაიდინაო, პოჟელა წემუ რაზუმი ოსოзнания, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაზუმი ოსოзнания მიხვედრილობა მიხვედრილობა ცოტა სხვა რაღაცა არის. რას უნდა მიხვდეს ადამიანი, ბევრი ვერ მიხვდება, ბევრი როდესაც დაბლოკერი არის, ვერ მიხვდება, იტყვის რომ რა მაგარი ვარ, აი ესე ვქენი და რაღაცა დავამცირე, დავაყაჩაღე და რაღაცა, ხო, უფრო აიწევს ასე ვთქვათ, ეგოისტი გახდება, ეგოისტი აიწევს პაგონებს, მაგრამ უნდა პოჟელა წემუ რაზუმი ოსოзнания საით მიმართულებით, რომ იმის მიმართულებით რომ მიხვდეს, რომ გამოსწორდეს, აი იმის მიმართულებით რომ მიხვდეს, რომ ასე ვთქვათ, მავნია და ცოტა შეეცადოს გამოსწორებას, ხო? მაგრამ ანუ რაზუმ და ასაზნანი, ანუ სასიკეთო რაზუმი და ასაზნანიებისაკენ უნდა პოჟელანია რა არის, ანუ სურვილი უსურვებო, ასე ვთქვათ, მიხვედრილობას, მაგრამ რის მიხვედრილობას უსურვებ, ხო უნდა ეწეროს აქა. ჟელაიუ მიხვედრილობას რაზუმ, მაგრამ რისი მიხვედრილობა მიხვედრა, რისი მიხვედრა, რომ შესწოდა და მაგარია, ანუ შესწოდა და უნდა გამოსწორდეს. მე ესე ვთვლი, რომ უსურვებ ყველას გამოსწორებას, ანუ მიხვდნენ იმას, რომ უნდა გამოსწორდნენ. всё, მე უსურვებ ყველას გამოსწორებას, всё, მომშორდნენ, მომცელდნენ. და უსურვებ გამოსწორებას по комфортном для него формео и сформировать поле события вашего и биополь закрывается золотые ультрафиолетовые защитные божественные фильтры. Божественные защитებით. Так, ეს პირველი იყო. მეტი აღარ ჩაიწერება, ეხლა ეს პირველი დამთავრდა და ესე იგი აბსოლუტი eta поле событий нашей общей модели мироздания во всей его многомерности создание сущностью частями которой все мы являемся. Мироздания во всей многомерности, он параллелებით, მირებით, межмирებით, კოსმოსებით, астралებით, создание сущностью, цивилизациებით, сущностებით, частями которой все мы являемся. ეს არის აბსოლუტი. Именно эта сущность затеяла игру участниками, которой все мы являемся. Наша мысль не только материальна сама по себе. Она также указывает самое непосредственное влияние на коллективное сознание, как минимум нашей цивилизации. Меняется коллективное сознание людей по тому или иному вопросу. Ару ჩვენი ფიქრები не только мыслью.
или материальная самопосebe. Арамедо влияет самое непосредственное влияние на коллективное сознание, как минимум нашей цивилизации. Меняется коллективное сознание людей по тому или иному вопросу. Ამიტომ ადამიანმა უნდა იფიქროს პოზიტიურზე, რომ იქნება ყველაფერი კარგად, რომ გავჯამთედები, გამჯანსაღდები, რომ რა ქვია, ვიქნები თავისუფალი, გავთავისუფლდები, რომ ვიქნები развиваюсь და ასე შემდეგ, развиваемся და ასე შემდეგ. Твини рарис это механизм работы с реальностью. Как можно без ума пользоваться энергией информации, есть разница между умом и разумом. Ум исходит из логики, разум из интуиции. Ум исходит из логики, разум из ინტუიცია. ანუ მიხვედრილობა, გრძნობა, რაღაცას გრძნობს ადამიანი ინტუიციით. разуми, сознание, подсознание, უმი, ანუ ტვინი მუშაობს ლოგიკით. ლოგიკურად აღიქვავს რაღაცა ფერები, წითელი, რაღაცა ყვითელი, ისიც იმიტომ რომ გვასწავლეს ეს ყვითელიაო და წითელიაო, ხო? და разуми გრძნობს ინტუიცია, разуми ცივი, ცხელი, აი გრძნობა. Ум препарирует информацию, разум через интуицию воспринимает информацию первоисточника. Без разума мы ничто, а ум заводит в тупик. Ану, ეხლა без разума, ну, ეხლა ტვინიც საჭიროა რომ დავიმახსოვროთ რაღაცეები და разумიც საჭიროა რომ დავიმახსოვროთ რაღაცეები. ну, ეხლა ადამიანმა თუ ინტუიციით ვერ იგრძნობს ხო ეს მაგალითად ძაღლი რო გააჩენს ლეკოს და ლეკოს ძაღლის სუნი ასდის გრძნობს რომ ეს ჩემი შვილია, ეს სუნით გრძნობენ ცხოველები რომ ეს ჩემი დედა, ეს ჩემი მამა, ხო რაღაცა. ну, ადამიანის გრძნობს რაღაცას, რომ ეს კაი ადამიანი, ის ცუდი ადამიანი, ეს შინაურია, ის გარევლის ბოროტია, ხო? ანუ разум და ინტუიცია цкая და უმიც кая, ну, ტვინიც кая და უმიც кая. Душа бывает божественная да индивидуальная. Душа индивидуальная представляет собой частичку Творца, присущую индивидуальности. Душа Творца объединяется в себе души всех индивидуальностей. Человек – это индивидуальность, в которой заключено целое. Истинное – это индивидуальность, осознающая себя как часть целого. Ложное – это сущность, воспринимающая себя отделенно от единого и неделимого мироздания и живущая по привычным в обществе деструктивным установкам. Ну, душа индивидуальная, ну, არის, რა ქვია, ის ჭეშმარიტება არის ის, რომ
შეიცნო თავისი თავიო და ტყუილი არის ის არისო, რომ ცხოვრობს დისტრუქტივობაშიო. всё. Изменить возможно только свое внутреннее отношение к миру. Изменить возможно только свое внутреннее отношение к миру, что отражается на нашей физической реальности, но никак не наоборот. Но никак не наоборот. Изменить можно только ესე იგი რას როგორ ფიქრობ ცხოვრებაზე, ცხოვრებაზე შეგიძლია შეცვალო შენი ასე ვთქვათ, გეგმები პოზიტიურად. მაგალითად არიან ხალხი ცხოვრობენ იქ სადაც ომია, მაგრამ ესენი ამ ომს არ დასდევენ. ნუ ცხოვრობენ პოზიტიურად, ცხოვრობენ რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ცუდი არ დამემართება, მე ტყვია არ მომხვდება, მე ბომბი არ ჩამომვარდება. ნუ არიან ესეთი ადამიანები, რომ არის ეხლა თუ ადამიანები ფიქრობენ იმაზე, რომ ყველაფერი ცუდია და ეს ცხოვრება ცუდია და არის ნეგატიურად, იქნება ნეგატიურად. ხო, იმას ეხლა ვერაუხსნი იმას, რომ ცხოვრება კაია. ფოკუსნიკებს არ ვართ, ფოკუსნიკებს ვერ გავაკეთებ. თუ თვითონ არ მიხვდა და ვერ მიხვდა, ხო არიან ადამიანები, რომ ძალადობა და უნდა მოძალადე და უნდა ვიძალადო და თუ იმას სიყვარული არ აქვს, არავისი სიყვარული არ აქვს, ის ვერ მიხვდება, რომ ძალადობა და მოძალადეობა და ბლატაობა, კაი ბიჭობა არ არის, ის იმას ვერ მიხვდება, ხო? ასე რომ ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ნუ ეს ხლა ოპიტებს გავდის ყველა დედამიწაზე, ზოგი კაი ხასიათების მატარებელია, ზოგი ცუდი პროგრამების მატარებელია და ზოგი კაი პროგრამების მატარებელია და ზოგი ცუდი ხასიათების და ცუდი პროგრამების მატარებელია და თუ ადამიანმა თავი თვითონ ვერ მოთოკა თავისი თავი, ეხლა არავის დედე ტერეზა და წითელი ჯვარი არ არის. ნუ ეხლა როდესაც ადამიანი ვერ არ გინდა რომ სხვა დისტრუქტიული ასე ვთქვათ ადამიანი შეგეხოს, უნდა მოერიდო ასეთ ადამიანს. всё. Изменить можно только свое внутреннее отношение к миру. всё. გათენდება ყველაფერი კარგად იქნება. ვიკრები ჯანმრთელი და ასე შემდეგ. Так, а другие духовные материальные дух материя является источником для развития. Материя является источником для развития. Материя является источником для развития духа. Ану, материя является источником для развития духа. ანუ დუხი სული ვითარდება რითი, რომ კაი ემოციები, კაი ხასიათები, კაი საკვები, კაი სუნი, კაი ყვავილები, კაი დუხები, კაი რაღაცა, კაი, ან კიდე ხელი დაეწვა, ხო, ეს დისტრუქციული პროგრამა იყო, ან კიდე ჩხუბი მოვიდა, ხო, ვიღაცასთან, ის დისტრუქციული პროგრამა, ხდება სულიერი განვითარება მატერიალურ ცხოვრებაში. ხო, ანუ ვაინა ეტაპლოხა, ანუ ომი არის ცუდიო, ხო, მართალია, ომი არის ცუდი. ნუ ეხლა წყალიც ყველას ეყოფა დედამიწაზე, ჰაერიც ყველას ეყოფა დედამიწაზე და მიწაც ყველას ეყოფა დედამიწაზე. თუ მოულის ადამიანი ბუნებას და თუ მოულის ადამიანი დედამიწას და თუ მოულის ადამიანი წყალს, თუ მოულის ადამიანი ჰაერს და თუ მოულის ადამიანი მიწას, ყველას ყველაფერი ეყოფა.
მაგრამ აბა ვინულის 1001 ადამიანი თუ ზრუნავს ან ჰაერზე, ან ყვავილების დარგვაზე, ან წყალზე, ან გასუფთავებაზე, ან დედამიწაზე, ხო საერთოდ ხო, ანუ უნდა მოვაროს ადამიანმა დედამიწას, რომ შვილები რო ყავს ხალხს და თუ არ მოუარეს დედამიწა, რა აზრი აქვს ეხლა მიწების გამო და რესურსების გამო ჩხუბს, არაფერი აზრი არ აქვს. უნდა მოუაროს ადამიანმა იმ რესურსებს და იმ მიწებს, რომ ეყოთ. და ომი არის ცუდი, პოლიტიკური ომიც ცუდია, შინაური ომიც ცუდია და გარეული ომიც ცუდია. საზვევსდიების ომიც ცუდია. და ზაპრეშაევს ხომობანას, ბაევოი, ასე ვთქვათ, ხიმერები atqulučajcat mine padalši. Воспринимайте мир и все вокруг себя, как она есть. Воспринимайте мир и все вокруг себя, как она есть. სამყარო რა არის? Ну, განვითარდა სახლები, ტექნოლოგიები, ასე ვთქვათ, და სამყარო მიიღე ისეთი როგორიც არისო რა. მაგრამ ადამიანმა უნდა ეცადოს რომ ამ სამყაროდან აიღოს განათლება, სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, კაი რაღაცეები, პოზიტიური რაღაცეები დაასკანეროს და აიღოს, ხო, თავისთვის სასიკეთოდ, ხო, მიბაძავს ადამიანი იმამ მანიაკებსა და ლოთებსა და მიბაძოს იმ კაი ხალხს, რომ აი ვისაც სამუშაობა უყვარს, ვისაც ოჯახი უყვარს და ვისაც ასე ვთქვათ, პატიოსნებაზე თავს დებენ და ვინებსაც უყვართ წესიერი ცხოვრება. Трансформируйте все деструктивное, что встречается на вашем пути. Трансформируйте все деструктивное, что встречается на вашем пути в созидательное для всех действуя только изнутри. В созидательное трансформируйте все. Десტრუქციები და ნეგატივებს არ მივაქციოთ ყურადღება, გადავერთოთ მაგალითად პოზიტიურზე. Действуя вовне, вы выступаете в противоборство с чужой реальностью, а у вас нет на это права. Действуя вовне, вы вступаете в რაც არ მოგწონს, შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება და გავანეიტრალოთ, ასე ვთქვათ, იმას ავქნათ, იგნორიზაცია გაუკეთოთ და არ უნდა ავყვეთ ჩუჟოი რეალნოსწობას ამ ატაისმაქსკარადულ სამყაროში, იმიტომ რომ ეს პრავა არ აგვაქვს კი არა და არ არის საჭირო ავიშალოთ ნერვები რაღაცების გამო, თორე ჩვენ ყველაფრის პრავა გვაქვს. ჩვენ აქ დაბადებული ვართ ვაპლაშენიებისათვის მარადიული სულები და გვაქვს ვოლია იზივლენიების პრავა და შეგვიძლია განვუცხადოთ რაღაცა ნეგატივებს და დესტრუქციებს, რომ მოგშორდით, მოგცილდით რა რასაკეთებთ აქ. Всё. Воспринимайте всех, кто встречается на вашем жизненном пути, как часть вашей собственной реальности. И выстраивайте отношения со всеми, как с частями самого себя. Только так вы победите гармонию в вашей собственной реальности, что найдет свое отражение в вашей физической реальности. ხო, ან მოვერიდოთ, ან აუხსნათ, ან წესივრად დაველაპარაკოთ, ან კიდე ასე ვთქვათ, გავაგდოთ ჩვენი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს თუ ვერ გაიგო. Вступая в вечные противодействие, вы вступаете противоборство с частью самого себя.
ჩასწვის ამავასებია კი არა. ანუ თუ არ მოსწონს ადამიანს რაღაცა, შეუძლია თავი აარიდოს და მოშორდეს, გაიცალოს იმ დისტრუქციულსა და ნეგატიურსო. და გვაქვს პრავა და ძალაუფლება, რომ განაცხადოთ, რომ ტელეპათიურად მაინც კიდე განაცხადოს ადამიანმა, რომ მე არ მომწონს მაგალითად ჩემს ბიოპოლში ეს რაღაცა და აიკრძალოს ეს რაღაცა, გავადრო ეს რაღაცა აიკრძალება, всё. დაიღლებიან მაიმუნებით და მოშორდებიან აკავრობას. მე არ მომწონს მაგალითად ლოთები მომშორდნენ, ლოთები არ მომწონს, ნარკომნები მომშორდნენ, ნარკომები, всё. ეს შევა, ასე ვთქვათ, რა ქვია, საზნანიებში, რასაც ქვია და მომშორდებიან ის ლოთებიც და ნარკომნებით. всё, თუ ესეთი არის, თუ არ მეხებიან, ხო, კაი არ მეხებიან, მაგრამ თუ მეხებიან, მომშორდნენ მტრები არ მომწონს, მომშორდნენ მტრები. всё, უნდა მომშორდნენ მტრები, მორჩა. და უნდა განაცხადოს ადამიანმა, რომ я выбираю სვეტლობას, სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას, სვაბოდები ჩემი სულისათვის, ვა ბლაგა. ჩემ ბიოპოლისათვის, ვა ბლაგა. Как всегда, выбор остается за каждым из вас. Как всегда, выбор остается за каждым из вас. ანუ გვაქვს ნება, რომ ანუ ჩვენთვის სასიკეთო რაღაცები ავირჩიოთ. Если вы не нуждаетесь более в общении с этим человеком, но вიღაცასთან აღარ გინდა ასე ვთქვათ შეხება, вы просто запускаете процесс взаимного возврата кармических долгов между вами и этим человеком на необходимом и достаточном уровне в мягкой, доступной и понятной для вас форме в удобном для вас месте, в удобном для вас время, в удобной для вас ситуации. Затем анализируйте все горизонтальные связи и астрально-ментальные перехлёсты между вами и данным человеком, после чего благодарите человека за все и декларируйте განაცხადეთ, რომ отныне идете своим собственным путем. Что идете отныне своим собственным путем. И пожелайте человеку გამოსწორება. ანუ разумео сознание სასიკეთოდ გამოსწორებისაკენ. И пожелайте человеку გამოსწორება. გამოფხიზლება და გამოსწორება. Если вы не нуждаетесь более в общении с этим человеком, вы просто запускаете процесс взаимного возврата кармических долгов между вами и этим человеком на необходимом и достаточном уровне в мягкой, доступной и понятной для вас форме, в удобном для вас месте, в удобной для вас время, в удобной для вас ситуации. Затем анализируйте, обнуляйте все горизонтальные связи и астральные ментальные перехлётки между вами и данным человеком, после чего благодарите человека. მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს თავს
და განაცხადეთ და გადავუხადეთ ჩემთვმა მე ვაცხადებ რომ მადლობა ჩემ თავს მადლობა ჩემსოს благодарю вам человек пока до свидания и да განაცხადეთ что отныне идёте своим собственным путём რომ მე ვირჩევ სიკეთე სიხარულს ჯანმრთელობას ბედნიერებას და ვუსურვებ ამ человекებსაც გამოსწორებას всё სასიკეთო გამოსწორებას ჩემგან შორს და ვამთავრებ ასე ვთქვათ ამ человекთან თამაშაობასა და ურთიერთობას всё одновременно вы заслали вирус осознания в реальность вашего собеседника и ему теперь в его собственной реальности, где вы сами являетесь фракталом, предстоит отреагировать на ваш посыл от того, насколько верной будет реакция вашей собственной на сделанной вами посыл в его адрес будет зависеть его благополучия. Таким образом, вы корректируете реальность не только свою собственную, но и реальность других людей, а также реальность коллективную, на которую отражается изменения происходящие в реальностях индивидуальных изменения коллективного сознания отражается на всеобщей физической реальности. Вот так все происходит, устроено. Именно таким образом создается реальность, и изнутри теперь вам осталось лишь зафиксировать изменения вашего осмысления того или иного вопроса на ваших информационных полях. Для этого вы аннигилируете с ваших информационных полей неверную или устаревшую информацию и записывайте там взамен ваши новые осмысление проблемной ситуации. Все отработка завершена, урок выучен. Ага, да, განაცხადეთ რომ все отработка завершена, урок выучен. და რა ქვია, რეპეტატორები და რაღაცები აღარ მჭირდება без აბრატკები და без რა ქვია, რეპეტები. Все отработка завершена, урок выучен. Все, да, договоры, моговорები და ურთიერთობები откуда чается отмена подальше. Любая ваша коррекция сказывается на многих сущностях, а потому вносить серьезную ленту в изменение коллективного сознания, а значит и в изменение коллективной физической реальности, которая отражает собой коллективное сознание человечества здесь и сейчас. ხო, ანუ ეს რა ქვია, ვოლია იზივლენიებსო აქვსო თავისებური ძალაო, რომლითაც მარტო ადამიანია თავის თავს კი არა შორისო, შეუძლია უშველოსო რაღაცა კოლექტიურ საზნანიებსაცო და რა ქვია, ბიოპოლებში, ასე ვთქვათ,
ნუ უნდა აირჩიოს ადამიანმა რაზე ფიქრობს საერთოდ ტრიგერებისაგან უნდა დავიცვათ თავი ილუზიებისაგან უნდა დავიცვათ თავი და ვირტუალური რაღაცა მახინაციებისაგან უნდა დავიცვათ თავი და უნდა ვიაზროვნოთ ძალიან ასე ვთქვათ კულტურულად ჩვენთვის ვაბლაგა სხვებისთვის ვაბლაგა ის დამთავრდა ეხლა დანარჩენს მერე ჩავწერ